სალამი მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბროთ Java-ზე და IntelliJ-ზე. კერძოდ კი მათ დაყენებაზე. მოდით პირველ რიგში შევამოწმოთ ჩვენი კომპიუტერი, გვიყენია თუ არა უკვე Java. დავწეროთ command line-ში Java C version და Java version. როგორც ხედავთ, არც ერთი ბრძანება არ არის ცნობილი ჩვენი კომპიუტერისთვის, იმიტომ რომ Java და Java-ის კომპაილერი არ გვიყენია. მოდით ესენ დავაყენოთ და შევიდეთ ამისთვის Google-ში. დავწეროთ download Java. პირველივე ლინკზე გადავიდეთ, როგორც ვიდეოზე ნაჩვენები და გადმოვწეროთ Java. შემდეგ დავაინსტალიროთ, პროცესას ნახავთ. ყველა ეტაპზე დავაჭიროთ next და მივიღოთ პირობები. მოდით გავხსნათ start menu და აქ მოვსერჩოთ system variables. აქ უნდა ვიპოვოთ path variable და დავამატოთ ერთი სტრიქონი. ეს სტრიქონი იქნება ჩვენი ახალ დაყენებული Java-ს /bin folder-ის მისამართი. ანუ სადაც ინახება ორობითი ფაილები. შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავხსნათ command line-ი და ახლა ვნახოთ ჩვენი Java-ს ვერსიები. დავწეროთ Java version და Java C version. როგორც ხედავთ, ჩვენი Java-ს ვერსიაც გვაქვს და Java-ს კომპაილერის ვერსიაც გვაქვს. ასე ვხვდებით, რომ გვიყენია Java-ც და Java-ს კომპილატორიც. კომპილატორზე აქამდე არ გვისაუბრია. მარტივად რომ გითხრათ, როდესაც წერთ Java-ს კოდს, იმისთვის რომ ის მანქანისთვის, ანუ ჩვენი კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე გადავიდეს, კომპილატორი მას თარგმნის. ამიტომაც, როგორც ხვდებით, კომპილატორი აუცილებელი პროგრამაა ჩვენთვის, რომ გავუშვათ ჩვენი კოდი. ახლა, როდესაც Java-ც და Java-ს კომპილატორიც გვიწერია, შეგვიძლია დავწეროთ მცირე პროგრამა და გავუშვათ. გავხსნათ notepad-ი და დავწეროთ მარტივი პროგრამა, რომელიც უბრალოდ hello world-ს დაგვიწერს კონსოლში. ახლა შევინახოთ ეს ფაილი, დავარქვათ მას, დავუშვათ hello world.java. ასე ჩვენი კომპიუტერი მიხვდება, რომ ეს არის Java-ს კოდი. შევინახოთ ეს ცალკე folder-ში, შემდეგ კი გავხსნათ ჩვენი command line-ი. აქ შეგვიძლია გამოვიძახოთ Java C hello world.java. ასეთნაირად ჩვენს Java-ს კომპილატორს მივცემთ ამ ფაილს და ვეტყვით, რომ თუ შეიძლება გადამოვითარგმნო ეს მანქანისთვის გასაგებ ენაზე. როგორც ხედავთ, ჩვენს folder-ში გაჩნდა hello world.class ფაილი. ეს ფაილი არის უკვე დაკომპილირებული, ანუ გადათარგმნილი კოდი, რომელიც ჩვენ დავწერეთ. ახლა შეგვიძლია დავწეროთ Java hello world.class, რაც უკვე ეტყვის Java-ს, რომ აი ეს დაკომპილირებული ფაილი გთხოვ გაუშვი ჩვენს კომპიუტერზე. და როგორც ხედავთ, ჩვენ მივიღეთ ჩვენს command line-ში hello world, ანუ რაც არის ჩვენი პროგრამის მოსაოდნელი პასუხი. შეიძლება ეგეთ შეგრძნება გაგიჩნდათ. თუ ყოველჯერზე ესეთი წვალება მჭირდება, საერთოდ აღარ მინდა ეს თქვენი პროგრამირებაო რა. მაგრამ კიდევ კარგი, რომ გვაქვს ინტეგრირებული დეველოპმენტის გარემოები. ერთ-ერთი მათგანი და ჩვენი საყვარელი არის IntelliJ. მოდით ვნახოთ, როგორ დავაყენოთ IntelliJ და შემდეგ მოგიყვებით, რა უპირატესობები აქვს მას. ასევე შევიდეთ Google-ში და დავწეროთ download IntelliJ. გადავიდეთ ამ ლინკზე და გადმოვწეროთ ჩვენი IntelliJ Community Edition-ი. ასევე დავაინსტალოთ, ყველა პირობაზე დავთანხმდეთ და next ღილაკებს დავაჭიროთ. როდესაც IntelliJ დაყენებული გვაქვს და გამართული გვაქვს Java და Java-ს კომპილატორი, დავინახავთ აქ ძალიან ბევრ უპირატესობას. პირველ რიგში, IntelliJ-ში როდესაც გავხსნით კოდს, როგორც ხედავთ, გვაქვს ეგრეთ წოდებული syntax highlighting-ი, რაც ნიშნავს, რომ კოდის სხვადასხვა საკვანძო სიტყვები სხვადასხვა ფრად არის აღნიშნული, რაც გვეხმარება, რომ აღვიქვათ და უფრო მარტივად წავიკითხოთ ის.
ასევე IntelliJ-ს შეგვიძლია გავუშვათ დებაგი, ანუ გავაჩეროთ რაიმე ხაზზე, მოდით ვცადოთ, მაგალითად ამ ხაზზე გავაჩეროთ, გავუშვათ და შეგვიძლია პროგრამის მიმდინარეობის დროს გავყინოთ ყველაფერი და დავაკვირდეთ მის შიგნით რა ხდება. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, IntelliJ-ში არ გვჭირდება ჩვენ როგორც მომხმარებელს, რომ ყოველ ჯერზე დავაკომპილიროთ კოდი. IntelliJ ამას თავისით შვება და ჩვენ გვიმარტივებს ცხოვრებას. გვაქვს მარტივი ესეთი მწვანე სამკუთხედი ღილაკი, რომელსაც უბრალოდ დააჭერთ და IntelliJ თვითონ დააკომპილირებს ამ კოდს და ასევე გაუშვებს. აი როგორც ხედავთ, ჩვენი პროგრამის შედეგიც დავინახეთ კონსოლში. ეგ არის მეგობრებო, ეს იყო Java-ს დაყენება და IntelliJ-ს დაყენება. როგორც ხედავთ, არაფერი რთული არ არის, თქვენთანაც სცადეთ. კომენტარებში დაწერეთ თუ რაიმე სირთულე გაქვთ, აუცილებლად დაგეხმარებთ. მადლობა.